მოგესალმებთ მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ თუ როგორ გადავაბაროთ მორიგი რუტინული საქმე Claude Code-ს, რომელიცაა ფერების, დაშორებების რადიუსების და ფონტების ცვლადების შექმნას და ესე რომ ვთქვათ, დიზაინ სისტემაზე როგორ ვიმუშაოთ. მე მიხეილი ვარ, ესა ჩემო აკადემია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, Claude კოდი ყენდება დესკტოპზე და უნდა გქონდეს დაყენებული. რაც შეეხება წინა ვიდეოში ჩვენ დავაყენეთ სკილები Figma use-ის და მოდი ახლა გამოვიყენოთ ეგ სკილები, დავუკავშირდეთ MCP-ის დახმარებით Figma-ს და ჩვენ Figma ფაილში ესე რომ ვთქვათ, შევიტანოთ გარკვეული კომპონენტები, ფერები და ცვლადები Claude კოდის დახმარებით. პირველ რიგში ხსნით Claude-ს, მე უკვე გახსნილი მაქვს, შევდივართ Customize-ში და აქ გვაქვს კონექტორები. აქ მე Figma აქ იმიტომ მიჩასა დაკავშირებული მქონდა და განვაკავშირე ესე რომ ვთქვათ და აქ პლუსზე დაჭერით. შევდივართ, წერთ Figma-ს და ნუ აქ ორი Figma არის და რეალურად ეს კონკრეტული Figma არის, რომელიც ოფიციალური არის Figma-სი და პლუსზე დაჭერით, ხედავთ რომ გადაგვაქვს Figma-ს ავტორიზაციის გვერდზე, ჩვეულებრივად მივცემთ რომ ვეთანხმებით და წვდომას ვაძლევთ და დავუბრუნდეთ Claude-ში. ხედავთ რომ დავუბრუნდით Claude-ში და აქ Figma-ც გამოჩნდა. აქ რა თქმა უნდა შეიძლება თქვენთან რაღაც კონკრეტულზე არ იყოს წვდომა გახსნილი და ის ნიშნავს რომ რაღაცას როცა აკეთებს ფაილში შეგეკითხებათ თანახმახართ თუ არა კონკრეტული ქმედების განხორციელებაში და თქვენ შეგიძლიათ მიცეთ hello ან always hello. მე ამ შემთხვევაში რადგანაც წინაზე მქონდა მიცემული რომ სრულად ყველაფერზე წვდომა ქონდეს ჩემ ფაილთან მიმართებაში, რასაც ხვეთყვი რომ გააკეთოს, მაგიდან გამომდინარე ყველაფერზე მაქვს წვდომა მიცემული. მოდი დავუბრუნდეთ და შევამოწმოთ ახლა როგორ მუშაობს. პირველ რიგში ასევე გასათვალისწინებელი არის, რომ Claude კოდი თუ გვინდა რომ გამოვიყენოთ, აუცილებელია რომ მინიმუმ პროფესიონალის აკაუნტი მაინც უნდა გქონდეთ Figma-ზე, იქიდან გამომდინარე რომ როცა გადავრთავთ development mode-ში, აქ გამოგიჩნდებათ MCP-სთან ჩასართავი ღილაკი, რომ ჩართოთ MCP სერვერი. მე ხა ჩართული მაქვს და ჩართვის შემდგომ გადაკეთდება რომ enable არის და local server-ს დავტოვებთ. დავუბრუნდეთ და ჩვეულებრივად მივცეთ ახლა ჩვენ Figma-s ლინკი და შევამოწმოთ ხედავს თუ არა ამ კონკრეტულ ფაილს. გაქვს კავშირი ამ კონკრეტულ ფაილთან. დაველოდოთ შევამოწმოთ რამდენად უკავშირდება ფაილს და ვნახოთ რა მოხდება. კი ბატონო, ამჟამად არის სრულებით ცარიელი ჩვენი ფაილი. დაკავშირება მოხერხდა Figma-სთან და მოდი ახლა ესეთი რაღაც გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, არაფერი არ გვაქვს, არც ცვლადები გვაქვს შექმნილი, არც სტილები და არანაირი არაფერი და მოდი უბრალოდ ვუთხრათ. შექმენი button კომპონენტი. შექმენი button კომპონენტი და პირობები. პირველ 3 size იყოს small 32 პიქსელი height, medium იყოს 40 პიქსელი height-იანი და large იყოს მოდი 48 პიქსელ height-იანი. მეორე სლოტები მარცხნივ და მარჯვნივ კონდეს place order ჩასვი ახალი Figma slot მიდგომით და ნუ ეს პირველად ვცდილობ რომ ხა ახალი Figma slot მიდგომით იყოს და რამდენად გამოვა არ ვიცი და მიდგომით ასევე იყოს ბულიანზე
და default-ად იყოს false. მესამე აუცილებლად გამოიყენე auto layout-ი. Auto layout-ი რო უნდა გამოიყენოს, ეს აუცილებლად უნდა უთხრათ იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთზე გადაადოს შეიძლება ის ელემენტები ღილაკში და შესაბამისად არ გამოვა ისეთი კარგი, როგორიც გვინდა. პარამეტრები, ან უბრალოდ ვიზუალი. პირველი background-ი მოდი იყოს 0101, text color-ი იყოს F-ები, border radius-ი 8 პიქსელი, ასევე ვუთხრათ state-ები. პირველი enable default-ი, however, ფერი შენით დაგენერირე, შესაბამისი prestate-ი იყოს. აქაც ვუთხრათ, რომ ფერი ასევე თვითონ დააგენერიროს, ასევე გვჭირდება disable და აქაც ვუთხრათ, რომ ფერი თვითონ დააგენერიროს და loading state-ი. აქაც ფერი შენით დააგენერირე. მე მგონი მეტი ამ ეტაპზე არ გვჭირდება. და მოდი გავუშვათ, რას იზავს, რამდენ ხანში იზავს და როგორ იზავს, დაგიბრუნდებით, როგორც კიდე მორჩება. როგორც ხედავთ, მეგობრებო, აქ მომთხოვა, რომ სხვა MCP სერვერი ჭირდებოდა, რომ channel name-ი და ID დაკავშირებული იყო, თუმცა ხანახან შეიძლება აურიოს ხოლმე და უბრალოდ მივწერე მეც, რომ MCP ოფიციალურად ჩართულია და დამატებითი გარე პლაგინები არ გვჭირდება და როგორც ხედავთ, გააგრძელა ჩვეულებრივად მუშაობა. Figma use skill-ები რაც გვაქვს, რაც წინა ვიდეოში დავაყენეთ, ასევე მაგ skill-ებსაც იყენებს და შესაბამისად თუ წინა ვიდეო არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად გადადით, უყურეთ და დააყენეთ Figma skill-ები. შვენიერი როგორც ხედავთ, მეგობრებო, შეიქმნა და სადღაც საშუალოდ 10 წუთამდე მოუნდა, რომ ეს ყოველივე გაიკეთებინა. და ვნახოთ რა გააკეთა. იდეალურად მუშაობს. Show left, show right. კი ბატონო, ცოტა რაღაცა აქ პატარა გასხმა, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მხოლოდ როგორც ჩანს, არა, ყველაზე არის და რატო არის, მაგას გავიგებთ. დიდი ალბათობით თვითონ შიგნით რა ფერიცასხია, ეს არის ფიქსირებული ზომა და მაქედან გამომდინარე არის, თუმცა იდეალურად გაართვა თავი. ვერსაც შეეხება ფერის შეცვალა, მაგრამ ძალიან შეუმჩნევლად აქვს ფერის შეცვლილი. კი ბატონო. ნახოთ press-იც, შვენიერი. Disable და loading. ძალიან კარგი. ანუ ეხლა მოდი ჩავრთოთ მაგალითად ეს კომპონენტი და ვნახოთ სადაა პრობლემა, მაგრამ მოდი აქ უნდა მივიდეთ. თვითონ ეს კომპონენტი არ არის auto layout-ი და მაქედან გამომდინარე არ იყო ეს სწორად, თუმცა აქ ეხლა ჩვენ უნდა მივუთითოთ 16 და 16 რომ მივიღოთ ჩვენი ზომა. აქ უნდა იყოს სწორია. ხო, ნუ ცოტა პატარა ჩარევები დაგვჭირდება ხოლმე, დიდი ალბათობით კი არა და აუცილებლად დაგვჭირდება. ოღონდ როგორც ხედავთ, მინიმალურია ეს ჩარევა და ვფიქრობ, როდესაც დიზაინ სისტემის ფერები უკვე შექმნილი არის, უფრო ბევრად მარტივი არის გაკეთება. მოდი ახლა ფერები შევქმნათ. ხილაკები ძალიან კარგად გამოვიდა და მოდი ახლა ისეთი რაღაცა გავაკეთოთ. შევქმნათ primitive და semantic ფერები. მოდი ავიღოთ მე ერთი ფერი ავიღოთ,
რომელიც იქნება ესე ვთქვათ ბრენდ ფერი და მოდი ავიღოთ ყვითელი მაგალითად და ესეთი რაღაც მივწეროთ. მოდი შევქნათ ახლა primitive და semantic ფერები. გამოიყენე best practice-ები brand ასეთ კოლორი იყოს ეს ყვითელი რომელიც ავარჩიეთ ასევე შექმენი მოდი ჯერ brand ეს იყოს ამის tint ვერსიები შექმენი 50-დან 950-მდე პალიტრა ასევე შექმენი F000 ების პალიტრა სადაც F არის 50 ხოლო 0 არის 950 გულისხმობ ამ კონკრეტულ პალიტრას გულისხმობ სადაც 50-დან მიყვება სადაც კონკრეტული ფერი არის 500 და ჩაშლილი არის ამ ფერის მუქ მხარეს და ღია მხარეს წამოსული ესე ვთქვათ პალიტრა სადაც ხედავთ რომ 50 არის შედარებით ღია ხოლო 950 არის უკვე მუქი შესაბამისად გვაქვს თეთრიდან შავამდე გვაქვს ბრენდის ფერი ასევე სტატუს ფერებისთვის გამოიყენე ამ ფერის პალიტრიდან წითელი რომელსაც დავარქვათ ნეგატივი მაგალითად მწვანე პოზიტივი ტაფილოს ფერი მაგალითად ფენდინგი ან ყვითელი იყოს ფენდინგი სტაფილოს ფერი warning ასევე ინფორმაცია ფერი გამოიყენე რომელიმე შავ თეთრი პალიტრიდან შექმენი ცალკე primitive ფერები ხოლო semantic-ში ჩაშალე სწორად backgrounds text colors ასევე icon colors მაგალითად status colors და button colors Okay, მოდი ვნახოთ ახლა რას გააკეთებს და როგორ შექმნის ცვლადებს. რეალურად ჩვენ თუ წინასწარ გვექნება განსაზღვრული ესე რომ ვთქვათ უკვე დიზაინ სისტემა შექმნილი შეგვიძლია რომ ზუსტად ანალოგიურად ლინკი მივცეთ და უკვე წავაკითხოთ თავიდან ბოლომდე რა ფერები გვაქვს ესე ვთქვათ ცვლადებში და მაგ ფერების მიხედვით უკვე შევაქმნევინოთ სხვადასხვა კომპონენტები. ჩვენ ღილაკი შევქმნით პირველ რიგში, მოდი ახლა ფერები შევიტანოთ და ასევე მოდი შევიტანოთ და შორებები. პირველი 0 იყოს ნან XSM სახელები და ავიდეთ მოდი და შორებებში მაგალითად მაქსიმუმი იყოს სიტყვაზე 128 გამოიყენე თხის ჯერადის წესი და მოდი ახლა ჩვენ რო ზუსტად ეს დაშორებები მაგალითად სხვაგან არ გამოვიყენოთ, ანუ მაგალითად მომგვალებებში არ გამოგვიჩნდეს ეს დაშორებები ან ფონტის ზომებში არ გამოგვიჩნდეს დაშორებები პირდაპირ უთხრათ, აქ უბრალოდ მოდი ნამბერი შევქნათ და სკოუპში რო გადავართ, ჩვენ გვინდა რომ იყოს მარტო გეფში, ანუ გეფ არის დაშორება, აქედან გამომდინარე ვუთხრათ, აი სურათი ჩავუგდოთ
და ვუთხრათ ესეთი რაღაც. როგორც სურათზეა გაუწერი აუცილებლად, რომ მხოლოდ ქებში გამოჩნდეს დაშორების ცვლადები. მივცეთ აბა და ვნახოთ რა სიზამს. ეს მოდი წავშალოთ, რომ არ აგვერიოს, რასაც შექმნის. როგორც ხედავთ, პრიმიტივ ფერები უკვე შეიქმნა. ხედავთ, აქ არის ბრენდ ფერი, ნეიტრალური, წითელი, მწვანე და სტაფილოსფერი. შვენიერი. აქეთ უკვე სემანტიკებში შეიქმნა. შვენიერი, პრაიმერი, სეკენდარი. კი ბატონო, ტექსტის ფერები, აიკონის ფერები, სტატუს ფერები, გათვალისწინებული აქვს. როგორც ხედავთ, ნეგატივზე რომ თუ ბექგრაუნდი გვჭირდება, ღია წამოიღოს, ხილაკის ფერები და ბატონ ტექსტი. შვენიერი. ამ ტექსტთან შესაძლებელი არის ამის დამერჯვაც. ცალსახად. შვენიერი, დიდი დრო არ დაჭირვებია ნამდვილად და ეხლა ჩვენ შეგვიძლია შემდეგი რაღაცაც გავაკეთოთ. სპეისინგებიც გააკეთა და მოდი გავტესტოთ. მოდი ერთმანეთთან ეს დავაუტოლეიაუთოთ და ფედინგებში ჩანს და გებშიც ჩანს. თვითონ ფონტის ზომებში არ ჩანს. შევხედოთ სკოპში, კი ბატონო. გებში ჩანს, რომელიც მოიაზრებს auto layouts. სწორად გააკეთა ყველაფერი აბსოლუტურად და მოდი ერთი კომპონენტი შევქნათ და დღეისთვის მე მგონი სულ ეს იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ის საფუძველი თუ როგორ კეთდება, გავიგეთ და მოდი ეხლა input კომპონენტი გავაკეთოთ. state-ები იყოს enable, active, typing, disable, ასევე ყველა states უნდა კონდეს error-ი state. ანუ enable error და ასე შემდეგ. პირველი კომპონენტის სტრუქტურისთვის გამოიყენე ასევე best practice. მეორე გამოიყენე აუცილებლად auto layout-ი და გამოიყენე აუცილებლად design სისტემის ფერები და დაშორებები. მეოთხე right slot კონდეს inputs. მოდი ამასობაში შევიდეთ ტრიბლზე და რამე რეგისტრაციის ფორმა ვნახოთ ახლა და უშუალოდ დიზაინი გავაკეთებინოთ. მაგალითად დავიღოთ ეს პირველი რაც შეგვხვდა, ახლა ჩვენ არჩევას არ ვიწყებთ და დავაკოპიროთ. შვენიერი მეგობრებო, როგორც ხედავთ, შეიქმნა, ნახოთ რა გამოვიდა. enable, active, typing და disable. როგორც ხედავთ, error-იც ალკე გამოიტანა, რომელიც აქ ყველას და თუმცა disable არა აქვს და სწორია რო არა აქვს, show label-იც ალკეულად აქვს. helper text-იც გამოიტანა, რაც იდეალური არის და მარჯვენა slot-იც გამოიტანა, რაც ასევე ძალიან კარგია. მოდი ახლა ესეთი პატარა დავალება მივცეთ კიდე ერთი და აქ მოვჩეთ. და რაც ყველაზე მთავარი, რაც მაინტერესებდა, ხო, როგორც ხედავთ, ასევე თავიდან ბოლომდე ჩვენი დიზაინ სისტემის ფერები აქვს გამოყენებული და უბრალოდ
ის თავისი ჩასხმული ფერები არ არის, რაც ძალიან კარგია. auto layout-იც მუშაობს. მოდი ახლა ეს სურათი ჩავგდოთ. შექმენი ეს დიზაინი. გამოიყენეთ ჩვენი input კომპონენტი plus button კომპონენტი. სურათები თუ უნდა ჩასვა რამე, გამოიყენე ნებისმიერი no copyright სურათები. კაი, ნახეთ რას გააკეთებს და ასევე ბრენდს დარქვი საჩემო აკადემია. ამას რა ქვია? სელორას ნაცვლად. სელორას ნაცვლად. რაც დამავიწყდა, გავაჩერე, რაც დამავიწყდა და აუცილებლად უნდა მეთქვა. ეს არის, რომ კომპონენტებთან ერთად აუცილებლად auto layout-ით იმუშავე. აწყ. ნუ რა თქმა უნდა, აქ შესაძლებელია ეხა აიკონები არ წამოიღოს იქიდან გამომდინარე, რომ აიკონები ჩვენ დიზაინ სისტემაში არ გვაქვს დამატებული და არც ფონტები არ გვაქვს შექმნილი და შესაბამისად დიდი ალბათობით ინტერის ფონტს ავტომატურად დაუსეთავს. ნახოთ, რას გააკეთებს. თავარი აქ არის, რომ auto layout-ით შექმნა სარეგისტრაციო ფორმა გამოიყენოს ჩვენი კომპონენტის input-ი და ჩვენი კომპონენტის ღილაკი, რაც რეალურად არის ამ ამოცანის მთავარი მიზანი. რეალურად თუ გადაწყვეტთ, რა თქმა უნდა, რომ კლოდ-კოდის დახმარებით შექმნათ და იმუშაოთ პროდუქტზე, რა თქმა უნდა, წინასწარ ჯერ უნდა შევქმნათ ფერები, ფონტები და ამ ფონტების და ფერების მიხედვით უკვე შესაძლებელია, რომ კომპონენტები აიწყოს მეტად უფრო სწორად. რეალურად ეხაც შესაძლებელი არის, რომ ბუთხრა რომ ღილაკში ჩაასხას ჩვენი ფერები და ავტომატურად ამოწვლის. ასევე შესაძლებელი არის, რომ მაგალითად wireframes, რასაც ვეძახით და wireframes როცა მუშაობთ, სანამ უშუალოდ საბოლოო UI-ს არ მივიღებთ და სადაც რეალურად წყდება ფონტის რაზომები უნდა გამოვიყენოთ, თუ წინასწარ გასაზრდელი არ გვაქვს, რა თქმა უნდა და შესაძლებლობა იმისი, რომ მაგალითად მივცეთ კონკრეტული ფრეიმის ლინკი და უთხრათ, რომ გაანალიზოს თუ რა ფონტები არის და მაგ ფონტების მიხედვით შექმნას უკვე ფონტების ცვლადები და სტაილები, ეგეც ძალიან მარტივია და შესაძლებელი არის ფრონტების გამოყენებით. შვენიერი, როგორც ხედავთ, მეგობრებო, აწყო. ერთი ეს უკანა ბექგრაუნდი რაც არის, რაც მივეცით რეალურად რეფერენსი ხედავთ, რომ უკან ბექგრაუნდშია ჩასმული და ეს ბექგრაუნდი შესაბამისად არ უნდა კონდეს. მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ და მივიღეთ შვენიერი ესეთი ქარდი. რაც თავარია აწყობილი არის auto layout-ით და მოდი აქ ვნახოთ ახლა თვითონ ესეც auto layout-ით არის აწყობილი და ასევე ჩვენი კომპონენტებია გამოყენებული. ძალიან კაი, ღილაკიც ჩვენია, ხოლო რაც ჩვენი არ არის ესაა ფონტები, outline ღილაკი და ასე შემდეგ. მაგრამ ის მიზანი რაც იყო და რაც გქონდა რეალურად მივიღეთ. აქ იბადება რამოდენიმე კითხვა. პირველი, ღირს თუ არა ზოგადად კლოდ-კოდის გამოყენება დიზაინში და მე გეტყვით ამამად, რომ რა თქმა უნდა ღირს, იმიტომ რომ უკვე ჩემი მუშაობა კლოდ-კოდის გარეშე მე თვითონ აღარ წარმომიდგენია. დროს გვაზოგინებს თუ არა? საკმაოდ გვაზოგინებს დროს. რისერჩის ფაზაშიც, ასევე თუნდაც ცვლადების შექმნის ფაზაში და ძალიან კიდევ რამოდენიმე ფაზაში. პროტოტიპი იქნება ის თუ user testing-ი. მესამე, ჩაგვანაცვლებს, მარადიული კითხვა არა, რა თქმა უნდა ვერ ჩაგვანაცვლებს. უბრალოდ ეს არის ჩვენი იდეალური ასისტენტი და რა თქმა უნდა ჭირდება ჩვენი შემოწმება, გადამოწმება
და ჩვენ ვამუშავებთ რეალურად ამ ყოველივეს. სულ ეს იყო მეგობრებო დღევანდელ ვიდეოში და ის ფუნდამენტური ცოდნა რაც მინდა და გადმომეცა იმედია მოვიდა თქვენამდე. რა თქმა უნდა, არქის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ, ასევე კომენტარებიც დამიწერეთ, რაზე გინდათ თუნდაც ვიდეო რო გადავიღოთ და ჩავწერო და ეგა, მე მიხეილი ვარ, ესა ჩემო აკადემია. შემდეგ ვიდეომდე.